მოგესალმებით. გაგესწრებით მე ვარ კატო და დღეს ნახოთ პარტნიორი, რომელიც აღარ არის თქვენთან და წავიდა, სურს თუ არა დაბრუნება თქვენთან. აქვს თუ არა სურვილი. პირველ რიგში ნახოთ ვინ არის, როგორი ადამიანი მოვიდა. ნახოთ აბა. ვიტყოდი რომ ადამიანის საქმიანობა შეიძლება იყოს რაღაც ისეთი სამართალთან დაკავშირებით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ადამიანი არის ყოველთვის ესე ბოლომდე ვერ იღებს ვერასოდეს გადაწყვეტილებას თითქოს ეს სულ გაურკვევლობაში ადამიანი სულ რაღაცა პრობლემაშია, სულ რაღაცნაირად ვერ ახერხებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ურთიერთობაზე არ არის აქ თითქოს აი საქმიანობის კუთხითაც კი ვერასოდეს ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომელი მხარე დაიჭიროს, ხო, რომელი მხარეს წავიდეს, თუნდაც ხო, რაღაცა გზაზე, როდესაც მიდის, აი რაღაცა თუნდაც დასასვენებლად მიდიოდეს, ორი ვარიანტი რო ქონდეს, მთაში თუ ზღვაზე, ну ამაზეც კი შეიძლება იმდენი ხანი იფიქროს, რომ საბოლოო ჯამში ფიქრი ამოეწუროს შვებულების მდგომარეობა. ხა ადამიანი, რომელიც ყოველთვის შეიძლება ითქვას, რომ მართალია, რატომღაც ესეთი ენერგიებიც არის, რომ ადამიანი ყოველთვის არის მართალი ყველა საკითხში, ყველაფერში და მხოლოდ მის აზრს აქვს მნიშვნელობა და გათვალისწინება და რეალურად აი შეიძლება ძალიან ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებსაც კი იღებდეს, ხო, მაგრამ როგორი მომენტია ესეთ, აი რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხო ძლივს მიიღებს, მაგრამ თუ მიიღო გადაწყვეტილება, იმას არ გადავა, რამდენადაც არ უნდა იყოს არასწორი გადაწყვეტილება. ნახოთ, აბა თუ უნდა ესეთ ადამიანს დაბრუნება თქვენთან, თუ უნდა. კი, უნდა დაბრუნება ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ადამიანი თვლის, რომ თქვენთან ახერხებდა ყოფილიყო ძალიან ისეთი ყოვლისშემძლე ბრუსლია შეიძლება ითქვას, ხო, ანუ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ თქვენთან ურთიერთობისას ძალიან ბევრ რამეს აღწევდა, ხო, ანუ ძალიან ბევრ სიკეთეს იღებდა. ნახეთ, არა მარტო ის, რომ თქვენთან ურთიერთობა, არამედ ზოგადად ხო არის აი სამყაროში შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანი, რომელიც უბრალოდ შეიძლება მეგობარიც იყოს და ჩვენთვის იყოს რაღაცა თილისმასავით, ხო? აი ამ ადამიანისთვის ესე ვიტყოდი რაღაცნაირად თილისმასავით ხართ. თუმცა ვერ გადაწყვიტა, ხო, ვერ მოიფიქრა. ეხლაც უნდა დაბრუნება, მაგრამ ეხლა არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი არის იმ გაურკვევლობაში, დაბრუნდეს, რა იქნება, ხო? კი, მას უნდა დაბრუნება თქვენთან, საკმაოდ ხშირად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ხშირადაც ფიქრობს ამ დაბრუნებასთან, მე ესე ვიტყოდი, რომ საკუთარ თავთან საკმაოდ დიდი ბრძოლებიც აქვს, ანუ შინაგანი ბრძოლები აქვს ადამიანს იმასთან მიმართებაში, რომ ნახეთ, აი გადაწყვეტილება მიიღო, რომ წავიდა და თვლის, რომ ნუ ეს გადაწყვეტილება ხო თვითონ ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, სურვილი შეიძლება ქონდეს, მაგრამ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, რომ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე და მე მართალი ვარ ამ სიტუაციაში, რაღაცა ეს მომენტი აბრკოლებს. თუმცა მე ესე ვიტყოდი, რომ რო გქონდეს შესაძლებლობა დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხშირად გითვალთვალებთ, ძალიან ხშირად აკვირდება თქვენს სოციალურ ქსელებს, თუ ვთქვათ, აქედან შეუძლია ყავთ ხო, ხშირად კითხულობს თქვენს სიტუაციებს. აშკარად ადამიანს აქვს სურვილი იმის, რომ დაბრუნდეს და აქვს სურვილი იმის, რომ ურთიერთობა განაახლოს და ერთი ის მომენტია კიდე, რომ აი ამ დაკვირვებით მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ხედავს თქვენს უფრო მეტ წარმატებას, უფრო მეტ ანუ იცით როგორი მომენტია ადამიანი, როდესაც წავიდა, ვთქვათ, შეიძლება რაღაც ემოციურად გამოგცალათ, ხო, რა თქმა უნდა, ყველას აქვს ეს მომენტი, მაგრამ ხვდება იმას, რომ მიუხედავად თქვენი გამოცვლისა, თქვენ მაინც შეძელით და დადექით ფეხზე, თქვენ მაინც შეძელით და გააკეთეთ ის, რაც თქვენი გასაკეთებელი იყო, ხო, წინ წახვედით, განვითარდით, არ მიეცით საშუალება ცხოვრებას, რომ რაღაცა დაბრკოლება გქონოდათ, ხომ, ძალიან ბევრი ბრძოლა დაგჭირდათ შეიძლება ამასთან მიმართებაში, მაგრამ თქვენ მაინც ყველა
პრობლემასთან მიუხედავად თქვენ მაინც შეძელით რომ წინ წასულიყავით, თქვენ მაინც შეძელით ის მომენტი რომ გაგეკეთებინათ რაღაცა სიახლეები, თუნდაც შეიძლება ვიზუალურად შეიცვალეთ, თუნდაც რაღაცა სწავლის კუთხით უფრო განვითარდით ხო, ან სამსახური შეიცვალეთ. ყოველ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება, ესე ვიტყოდი, უფრო წინ წავიდა, ხო? სურს თუ არა დაბრუნება? კი. სურს, ნამდვილად სურს ამ ადამიანს დაბრუნება, ნამდვილად კიდევ აქვს ის ემოციები, კიდევ აქვს ის რაღაცა შემორჩენილი შეიძლება ვთქვათ, ხო, რაღაცა გრძნობები, რომლითაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ დაბრუნდეს, ისევ შეივსოს მისი ემოციები თქვენთან ურთიერთობისთვის, ისევ შეივსოს თქვენგან ამ ადამიანის რესურსი და რაღაცა განახლება მოხდეს თქვენს ურთიერთობაში, რაღაცა სიახლე წავიდეს თქვენს ურთიერთობაში. სურს თუ არა დაბრუნება? კი, მას ძალიან სურს დაბრუნება, ესე შეიძლება ითქვას და მე ესე ვიტყოდი, რომ ის ალბათ მიხვდა და გაანალიზა, რომ თქვენ მისთვის იმდენად ისეთი მართლაც რომ იღბლიანი ადამიანი იყავით ამ ადამიანისთვის, რომელსაც მოქონდა ძალიან ბევრი სიკეთე და შესაბამისად ადამიანს აქვს ამის სურვილი, რომ დაბრუნდეს და მოვიდეს. თუმცაღა მისი ხასიათებიდან გამომდინარე, თუმცაღა მისი ქმედებები, ანუ მისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი, ანუ ათქვამს უკან აღარ გადათქვამს, ხო ხდებით, აი ეს მომენტია. მოდით, თქვენგან რას ელოდება, ესეც ვიკითხოთ, აბა იქნება თქვენგან უნდა რაღაცა ნაბიჯი. თქვენგან რას ელოდება? თქვენგან ელოდება ნაბიჯს. თქვენგან ელოდება ეს ადამიანი, რომ თქვენ ერთ დღეს უბრალოდ ადგებით და ამ ადამიანთან გახვალთ კომუნიკაციაზე, გახვალთ რაღაცა კავშირზე, აგრძნობინებთ იმას, რომ თქვენ ხართ მზად ამ ადამიანთან კომუნიკაციისთვის, ურთიერთობისთვის, რაღაცა განახლებისთვის, ესე ვთქვათ, თქვენ დაიწყებთ ურთიერთობაზე ზრუნვას, ისე ვხვდებით, ან თუ აქამდე თქვენ ზრუნავდით ამ ურთიერთობაზე და ეს ამ ადამიანმა ვერ დაინახა ეს ყველაფერი, ხო, კვლავ უნდა რომ ისევ თქვენ ჩადოთ რესურსი, ისევ თქვენი შრომოთ და თქვენ მიიღოთ ამ ადამიანის დაბრუნების გადაწყვეტილება, ხო, თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, ანუ თვითონ იქნება ჩაკეტილი, თვითონ იქნება რაღაც ესეთი დისტანცირებაზე, შორიდან დაგაკვირდებათ, მაგრამ ელოდება იმას, რომ თქვენ გახვიდეთ. ნახეთ, როგორი მომენტი არის, უნდა დაბრუნება, მაგრამ ვერ წვიდავს, იმიტომ რომ თავის ნათქვამს ვერ გადადის, მაგრამ თქვენ თუ გავხვალთ კონტაქტზე, თქვენ თუ დაუწყებთ ამ ადამიანის ხვეწს, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა შეიძლება დაიწყოს თქვენსკენ მოქმედება, ხო, ანუ გადმოდგას ნაბიჯი და რაღაცა განაახლოს ურთიერთობა. თუმცა მე ვერ გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთი რამე შედეგის მომტანი იყოს, უბრალოდ ადამიანს ძალიან აკლია თქვენი ემოციები, ამ ადამიანს ძალიან აკლია თქვენი ზრუნვა, ესე შეიძლება ითქვას და თქვენთან, აი, თუნდაც საუბარი, ხო, ანუ როდესაც უბრალოდ ავდგეთ, ვისაუბროთ, რაღაცა ემოციები გავცვალოთ და რაღაც შევივსოთ, ხო, უბრალოდ როდესაც არის ხოლმე მომენტი, რომ დავიცალებ ვიღაცასთან საუბრით, აი ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს თქვენგან. აქვს სურვილი რომ გახვიდეთ კონტაქტზე და ხოთისას ძალიან ტკივა. ხა ესე ვიტყოდი, მას აქვს ეს განცდები, რომ ეხლა ხვდება იმ ტკივილს, იმ მდგომარეობას, როდესაც შეიძლება როგორი მომენტი იყოს, იცით, კიდე რომ აი რაღაცა პერიოდი თითქოს ყველაფერი კარგად ქონდა, ყველაფერი რიგზე ქონდა, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც ამ ადამიანის ცხოვრებას ძალიან ისეთი ელფერს აძლევდა, ხო, რაღაცა ცვლილებებს აკეთებდა ამ ადამიანის რაღაცა ენერგეტიკულად თუ მორალურად თუ ფინანსურად თუ ფსიქოლოგიურად, ну, ყველა მხრივ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც აძლევდა ძალიან დიდ რესურსს. მოკეთა ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა. დროებით.